ულამაზესი ახალი დასტამაკ და მინდა ამ დასტით გავაკეთო საჯარო გაშლა, მისი აზრები, გრძნობები და მოქმედება თქვენს მიმართ. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვიზეც გინდათ რომ გაკეთდეს ეს გაშლა, ვიზეც გინდათ რომ იყოს ეს გაშლა, იფიქრეთ მასზე, მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენი ფიქრების და აზრების ამ ადამიანზე, ამ ადამიანის მიმართ და მოდით ვნახოთ ის რას ფიქრობს თქვენზე პირველ სამეულში, ვნახოთ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, მისი აზრები. მისი აზრები, აქეთ იყოს მისი გრძნობები თქვენს მიმართ. და მოქმედებები. რას მოიმოქმედებს. ახეთ ამ ადამიანს უნდა რომ იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონა. უნდა რომ იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონა, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ თქვენი მხრიდან მის მიმართ არის იგივე გრძნობები. გარკვეული შეიძლება კონდეს რაღაცა ესეთი სიმწირის გრძნობა, რას ნიშნავს იცით, ანუ თქვენი მხრიდან დიდ აქტიურობას ვერ ხედავს და ეს მასში ხო გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის. ძალიან უნდა რომ თქვენთან იყოს და ძალებს იკრებს, ასე ვთქვათ, რომ მოვიდეს თქვენამდე, ძალებს იკრებს, რომ მოვიდეს თქვენამდე, სტრატეგიასაც კი გეგმავს ვიტყოდი, რაღაცა გეგმებს აწყობს ეს ადამიანი. თავში აზრები რაც უტრიალებს თქვენთან მიმართებაში, რაღაცა გეგმას აწყობს, როგორ მოვიდეს თქვენამდე. სურვილები უფრო დიდი აქვს, აი ეს დიდი სურვილი აქვს, რომ მოვიდეს თქვენთან. აბა ვნახოთ, რამდენად სერიოზულია მისი ეს აზრები. პერსპექტივას ეძებს, როგორ მოვიდეს, ანუ აწყობს და თითქოს ერთმა სიტუაციამ გაასწრო, მაგრამ და გული დაწყდა, აი რაღაცა როგორი აზრები აქვს, იცი ხუთიანები ბევრი ამოდის. ანუ აქ ვიტყოდი, რომ შეიძლება თქვენ შორის ან მანძილია, ან რაღაცა ეს ეხება ადამიანებს, ვისაც ეხლა ცოტა კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გქონდეს, ან ცოტა ხნით დაშორებულები შეიძლება იყოთ და ამ ადამიანს სურვილი აქვს, რომ თქვენ აპატიოთ რაღაცა, შეიძლება რამე გაწყენინათ, შეიძლება რაღაცა ვერ მოზომა, რაც შეიძლება ან ეჭვიანობის ნიადაგზე შეიძლება მოხდა ეს მომენტი, რაღაცაში ვერ გაუგეთ ერთმანეთს, ხო, ვერა და ახლა ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენ მას აპატიოთ, გრძნობს, ხდება თავის დანაშაულს თქვენს მიმართ და ძალიან განცდებშია სხვათა შორის. ესე იგი ეს არის გაშლა მათთვის, ვისაც რაღაცა პატარა კონფლიქტივით აქვთ ურთიერთობაში, ხო, აი უნდა რომ მოვიდეს, მაგრამ აი რაღაცას ვერ გეკმავს, თითქოს გადმოდგა კიდევაც ნაბიჯი და ვერ მიიღო სწორი შედეგი და აი აქ უნდა მოხდეს ტრანსფორმირება, რაღაცა შეიძლება მისი ესეთი ქცევები თქვენთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს ამ ურთიერთობამ, თითქოს უნდა მოხდეს აი გარდასახვა, ასე ვთქვათ, გარდასახვა უნდა მოხდეს და ეს იქნება კიდევაც სხვათა შორის. ახლა მაღალი არკანები წამოვიდა, მოახერხებს მე მგონი, ანუ ფიქრებში ყოველ შემთხვევაში უნდა რომ იყოს ესე, რომ აი რაღაცა მოხდეს ძალიან დიდი ცვლილება თქვენ რომ მას აპატიოთ და აპატიებასაც თითქოს თავისი ქცევებითაც ითხოვს, ანუ შეიძლება პირდაპირ არ ამბობს ამის თაობაზე, მაგრამ აი გონებაში ეს უტრიალებს. მოდით ვნახოთ რა გრძნობები რა აქვს ადამიანს თქვენს მიმართ. ნუ უნდა რომ შეგხვდეთ, უნდა
საკმაოდ ჩამოყალიბებული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. აქ ვიტყოდი, რომ შეიძლება დიდი ხნის პარტნიორებზეც არის აქ საუბარი, დიდი ხნის პარტნიორების ურთიერთობაში რაღაცა მოხდა და ეს ითხოვს განახლებას. გრძნობები მას აქვს, რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ, მაგრამ თითქოს გადააფასა სიტუაცია და ახლებურად უყურებს ახლა თქვენთან ურთიერთობას. აქ არ არის თქვა ეს რაღაცა რამოდენიმე თვის ურთიერთობა, რაღაც წლების, ანუ 2-3, შეიძლება 10 წლის ურთიერთობა იყოს, რომელსაც ჭირდება გადახედვა. უნდა რომ ისე იყოს თქვენთან, როგორც ადრე იყო სიტუაცია, თქვენ მისთვის ხართ საყვარელი ადამიანიც და ყველაფერი ესეთიც, მაგრამ აი ეხლა ხვდება, რომ თქვენი კავშირი რაღაცა გარკვეული საფრთხის წინაშე დგას. გრძნობები აქვს, თქვენ ცოტა მკაცრი ხართ ახლა მის მიმართ. სიმკაცრეს იჩენთ და ცოტა ფრთხილობს. ანალიზებს კიდევაც და შიშიც აქვს. მიიღებთ თუ არა კი, აი რაღაც გარკვეულ წინააღმდეგობას ხედავს ამ თავის გრძნობებთან მიმართებაში. უკვე ეჭვი გაუჩნდა თქვენ თუ გაქვთ მის მიმართ, თორემ მას კი აქვს. მოდი ნახოთ, აბა რამდენად ძლიერია მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რამდენად ძლიერია. საკმაოდ. არა მხოლოდ გრძნობები, სურვილებით დიდი აქვს თქვენს მიმართ კი, აი ნახეთ, არაჩვეულებრივად ლამაზი დასტა არის ეს და ძალიან კარგი მეტყველების უნარიც აქვს, ძალიან კარგად მეტყველებს ეს დასტა. აქვს მას თქვენს მიმართ გრძნობები, მზად არის იბრძოლოს ამ გრძნობების, თუმცა ეჭვიანობაც ღნის, რომ რამდენად სწორი იქნება ჩემი ქმედებები. მე რო ასე, აი ხო ვთქვი, რომ აქ არის ზრდასრული მამაკაცი, ცოტა ესეთი იმპერატორის ენერგიებიც მოდის მისგან, ანუ მე რომ მის მიმართ გამოვავლინო ეს ჩემი გრძნობები და მან უარ მყოს, ხო? კიდე შემელახება თქვა თავმოყარეობა, ეგეთი რაღაცა ეჭვები აქვს მას, მაგრამ გრძნობები აქვს, ვერ გაძლევს უთქვენოთ და მოვა უეჭველი, უკვე გადავედი ქმედებაზე. აბა ვნახოთ მისი ქმედებები. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, თავსაც კი შეგაცოდებთ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მას დაუბრუნდეთ. აი ფიქრობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მას დაუბრუნდეთ. ნახეთ, ყველაფერს მისი ქმედებები იქნება, აი თავს შეგაცოდებთ აშკარად, რაღაცებს გამოიყენებს, რაღაცა რაც კი შეიძლება, ყველაფერს გამოიყენებს. ხო, თავსაც წარმოაჩენს მშვენივრად, თავსაც წარმოაჩენს და დაგემორჩილებათ, ასე ვთქვათ, თქვენი რაც გქონდათ ამ ადამიანის მიმართ, ვთქვათ, გარკვეული პრეტენზიები იყო, მოთხოვნები, სამართლიანი სხვათა შორის ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი მოათვინიერებთ რაღაცა მომენტში. თვითონაც ძალიან ეცდება, რომ ესე გაჩვენოთ თავი, რომ თავი დაგიხაროთ რა, თითქოს მიხვდება, რომ თქვენი ენერგია, თქვენი სიყვარული მას ძალიან ჭირდება, ეხმარებოდა და შეეცდება, რომ დაგიბრუნოთ.